გამარჯობა, ეს არის გადაცემა ფაქტი. დღეს ვისაუბრებთ კასპიის მერის მიერ სახალხო დღესასწაულისთვის დახარჯულ თანხებზე ბოლო 4 წლის განმავლობაში. ამ თემასთან დაკავშირებით მარი ვალიშვილი არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. მარი, მოგესალმებით. მოგესალმებით. როგორც NeoTV-ზე გამოქვეყნდა სტატია, 188,222 ლარი არის დახარჯული გართობისთვის. რა გართობა არის ეს, რომ კონკრეტულად უთხრათ მაყურებელს და წლების მიხედვით რა მიგნებები გამოიკვეთა? ეს 188,000 ლარი ჯამში დაიხარჯა კასპობის აღნიშვნაზე ამ 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის ჯამში 4 წლის განმავლობაში 2022-დან 2025 წლამდე დახარჯული თანხების რაოდენობა. ნუ რა თქმა უნდა, სხვადასხვა წელს ეს თანხები განსხვავებულია, თუმცა მაინც სოლიდურ თანხებთან გვაქვს საქმე და აქ შედის საახალწლო ღონისძიებების საკითხიც, ხო? და აქ ერთი დეტალი არის გასათვალისწინებელი, რომ თუ კი ვიცით, რომ მაგალითად წლიდან წლამდე, მაგალითად ოქტომბერში, როგორც შემოდგომით აღინიშნება ხო კასპობა. და ასევე ყველა ვიცით, რომ ახალი წლისთვის ღონისძიებებია საჭირო. მაინც ბოლო პერიოდში პირდაპირ შესყიდვებით ტარდება ეს მომსახურება 2023 წლიდან ტარდება პირდაპირ შესყიდვებით. მანამდე გამოცხადებული იყო აუქციონი, ტენდერი. ხო, ეს რატო ხდება, რა გამოიკვეთა? ანუ პირდაპირ შესყიდვა ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მოკლე ვადებში შეისყიდვა ეს მომსახურება და აღარ აძლევენ სხვებს საშუალებას, რომ ამ კონკურენციაში ჩაერთონ. როდიდან შეინიშნება 23 წელი რო ახსენე, მანამდე რა ხდებოდა? 2022 წლიდან ტენდერი იყო გამოცხადებული, ელექტრონული ტენდერი და ამის მიხედვით არჩევდნენ სხვა ადამიანებს, რომლებიც მართავდნენ ამ ღონისძიებებს. და 23 წლის შემდეგ შეიცვალა ეს? კი, მდგომარეობა შეიცვალა 2023-დან შემდგომ წლებში უკვე სხვა ვითარება გვაქვს. 2023 წელს ინდ მეწარმემ თავის თავზე აიღო ამ ღონისძიებების დაგეგმვა. 2024 წელს ასევე ანუ ესენი ადგილობრივი შემსრულებლები არიან? თუ აი აქ ღამის შოუს ბენდიც იყო როგორც? კი, მოწვეული სტუმრები ყავთ, რომელსაც ასევე ძალიან სოლიდურ თანხებს უხდიან ამ ყველაფერში. რატომ კასპში არ არის? ისინი შემსრულებლები თუ რატო მიდიან მაინც და მაინც დედაქალაქში და ამხელ თანხებს იხდიან? არ ვიცი, ალბათ გონიათ, რომ უღირთ ამ თანხის გაღება ერთდღიანი გართობისთვის და რეალურად უფრო დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე კასპიის მუნიციპალიტეტში. ვიდრე პრობლემებზე გადავალთ, მარი, მოდი წლიდან წლამდე გითხარით, რა უჯდებათ კასპელებს აი ამ ღონისძიების აღნიშვნა და მით უმეტეს თუ დავამატებთ, რომ საახალწლოთაც დიდ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ რაღაც კონცერტი მოაწყონ ქალაქში. 2021 წლიდან, როდესაც დღევანდელმა არჩეულმა თვითმმართველობამ დაიწყო უკვე თავისი საქმიანობა, უკვე სოლიდურ თანხებს შეეჭიდა. აი 2022 წელს მაგალითად მთლიან ამ გართობაში 56,000 ლარზე მეტი იყო დახარჯული. შემდგომ 2023 წელს ეს თანხა შეადგენდა თითქმის 50,000 ლარს, შემდეგ 2024 წელს 40,000 ლარს და ამ წელს კი როგორც თავიდანვე ვახსენე 42,000 ლარს 42 შერჩეული ყავთ კომპანია, ვისაც შპს სპორტ აქტივი, რომელიც ჩაატარებს ამ ღონისძიებას და 42,000 ლარზე მეტის გადახდას და დაბანდება აპირებენ ამ კასპობის დღესასწაულში. რამე გამოკითხვა ტარდება თუ საიდან იციან, რომ მაინც და მაინც ეს მომღერლები უყვართ კასპელებს, ან როგორ არჩევენ? ანუ ეს არის მათი პირდაპირ გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, თუ მაინც რაღაცა ფანები ყავს ამ ჯგუფების კასპს? იცით რა, მე მგონია რომ არანაირ გამოკითხვას არ ატარებენ, მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია მსგავსი ფაქტი. რეალურად ძირითადად თავისთვის მოსაწონი ბენდები ჩამოჰყავთ ხოლმე და ამეორებენ სხვათა შორის ამ ბენდებს, აი მაგალითად ღამის შოუს ბენდი რამდენჯერმე იყო. ანუ სისტემატურად ხელფასივით აქვს, რომ კასპიის მერიიდან შეიძლება ასეც ითქვას და ხალხის აზრით დიდად მნიშვნელოვანი არ არის ამ შემთხვევაში. რეალურად არავინ არ ეკითხება მოსახლეობას თუ ვინ სურთ, რომ იყოს დაუშვათ კასპობაზე ან ახალი წლის დღესასწაული. ანუ ხალხი გადის გასართობად ამ ღონისძიებებზე არის ხოლმე თუ ძირითადად მოწვეული სტუმრების სხვადასხვა კუთხეები? კი, არიან სხვათა შორის. ადგილობრივები არიან? კი, კი. მარი, აი ეს თანხები რაც ჩამოთვალე 22 წელს 56,210 ლარი, 2023 წელს 49,366 ლარი, 2024 წელს 40,500 ლარი და ეხლა უკვე ვინც შეარჩიეს გამარჯვებულად ტენდერი სულ ახალხანს დასრულდა 42,146 ლარი უზის წელს ბიუჯეტს კასპის ბიუჯეტს კასპობის აღნიშვნა. აი ამ თანხებით ჯამში 188,222 ლარი გამოვიდა. რა შეიძლებოდა გაეკეთებინა? მაგალითად, ამხელა თანხები 10,000-ობით ლარი არ დაეხარჯა მერიას
და ყველაფერი მოგვარებულია კასპში, რომ აი ესე უხვად გასცემენ ამ ხელა თანხას გართობაში. ყოველთვის ვამბობ, რომ არა, ძალიან ბევრი პრობლემაა კასპის მუნიციპალიტეტებში. არის გზის პრობლემები, არის ტრანსპორტის პრობლემები, არის ინფრასტრუქტურის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შეიძლებოდა ჩვეულებრივ ამ დახარჯული ათასობით ლარებით. აი 1000 ლარი რო შეემცირებინათ მაინც ეს დანახარჯები. რეალურად შესაძლებელია ეს ყველაფერი, თუმცა არ აკეთებენ. ერთ დღიან გართობაში უფრო მეტის გადახდა უღირთ, ალბათ, ვიდრე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც ასე აწუხებს რეალურად. ხალხმა იცის იქ ვინც გადის რა თანხები იხარჯება ამ ღონისძიებისთვის? არ იცის. ამაზე ინფორმაციას არ გასცემს ძირითადად კასპის მუნიციპალიტეტი და ხალხიც არ ინტერესდებოდა ამ ყველაფერს. აი ხა ჩვენ სტატიას რომ წაიკითხავენ, რა გონია, რა რეაქცია ექნებათ? ალბათ ცოტა გაუკვირდებათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან სოლიდური თანხაა დახარჯული ამ ერთ დღესასწაულში და რეალურად ისეთი პომპეზური არც არაფერი არ ხდება. აი რა ხდება ხოლმე, მოდი გითხარი. ძალიან ჩვეულებრივი დღესასწაულია. კასპობა არ არის ძალიან მასშტაბური, იქიდან გამომდინარე, რომ კასპი არ არის ძალიან ფართობით დიდი. აღინიშნება კასპის ცენტრში, არის გამოტანილი აქვთ სხვადასხვა ყველა სოფელს თავთავის ნაწარმი აქვს გამოტანილი, ასე რომ ვთქვათ, არის ბავშვებისთვის გასართობები, არის ცეკვები, რომელიც იდგმება ამ სცენაზე, რომელიც ასევე ცენტრში დგას. რეალურად თავმოყრილი არის ყველაფერი ცენტრში და ცენტრში მიმდინარეობს ეს დღესასწაული. საბოლოოდ მერე კასპობას არის ოქროს მედალოსნების დაჯილდოება და საღამოს შემდგომ უკვე მთავრდება წვეულებით. და ეს კონცერტი მთელი ამ დღესასწაულის განმავლობაში ბევრი არაფერი იხარჯება და ყველაზე დიდი თანხა ამ კონცერტში იხარჯება. კი, რომელიც გვიანობამდე გრძელდება. კი, და აი მომავალი წლისთვის მაგალითად ახალი თვითმმართველობა თუ ეყოლება კასპს, რა უნდა გაითვალისწინოს ამ ხელა თანხის დახარჯვა, რამდენად უღირთ ადგილობრივებს, როგორ უნდა გამოიკოთოს პრიორიტეტები და საერთოდ ხალხში თუ გადიან და თუ კითხულობენ, რა უნდათ რომ გაკეთდეს მაგალითად ამ ფულს. ყველაზე დიდი პრობლემა მგონია ის, რომ რეალურად ხალხის აზრი არ არის მათთვის საინტერესო. აი რეალურად არავისთვის არ არის ხოლმე არასდროს საინტერესო, არა და ყველაზე პრიორიტეტები იმის მიხედვით უნდა დაიწყოს, თუ რა არის ხალხისთვის უფრო მეტად საჭირო. ხალხისთვის უფრო მეტად საჭირო ვერ იქნება ერთდღიანი კონცერტი, რომელზეც შეიძლება კასპის მუნიციპალიტეტიდან რაღაც ნახევარზე ცოტა მეტი იყოს და დანარჩენი უბრალოდ სახლში იყოს და არ წავიდეს კასპში. აქედან გამომდინარე, თან პლუს იმ ტრანსპორტის პრობლემის გამო არ წავიდეს, რომელიც ასეთი პრიორიტეტულია მართლაც, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემი სოფლიდან ვერ წავიდოდი, დიდი ხანი ვერ გავჩერდებოდი ამ კასპობაზე, იმიტომ რომ როდესაც კასპობა იმართება დაუშვათ ღამის 2 საათამდე და ტრანსპორტი არის ყველაზე მეტი, ისიც ჩვენი სოფლის მიმართულებით არ არის ტრანსპორტი მაგ დრომდე დილით გამოდის და всё, მერე კაი თბილისის ავტობუსს დაუშვათ გამოვყევი 6 საათზე, 6 საათი ის იქითმე არ შემიძლია იქ დარჩენა. და გიწევს კერძოდ სამარშრუტო ტაქსის დაქირავება. კი, აქედან ხო, შესაძლებელი იყო რომ ამ თანხით მაგალითად თუ ახალგაზრდების გართობა უნდათ, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ტრანსპორტირება დაეფარათ ამ თანხებით და ხო, ესე უფრო გამართლებული იქნებოდა. კი, და უფრო მეტი ისიამოვნებდა ჩემი აზრით ამ ყველაფრით. და აშკარად ხარჯებიც იქნებოდა რაღაცნაირად დადასტურებული, რომ მართლაც აი ამას მოხმარდა, რომ ახალგაზრდები ჩამოიყვანეს და ტრანსპორტში გადაიხადეს ეს თანხა. რეალურად კასპობა ხო არ არის მხოლოდ კასპის მაცხოვრებლებისთვის, კასპობა არის ყველასთვის, ვინც კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ანუ რეალურად ისინი, ვინც ქალაქში ცხოვრობენ, ისინი ესწრებიან ყოველწლიურად და თუ მაგალითად ვინმეს აქვს იმის ფუფუნება, რომ ამისთვის თანხა გადაიხადოს, ქირაობს ტრანსპორტს ან საკუთარი ავტომობილით. თან პატარა ბავშვები ამასთან ერთად, ანუ არასრულწლოვნები ვერ იქნებიან მაგ დრომდე მშობლების გარეშე კასპში. გასაგებია და ახალგაზრდებისთვის მაინტერესებს რა არის კიდევ კასპში მაგალითად სივრცეები ან რა პრობლემები აქვს საერთოდ ახალგაზრდებს რა ჭირდებათ კასპში ეს თანხა რაც დავასახელეთ ახლა წლიდან წლამდე კიდევ გაიზრდება და ჩვენ ვხედავთ რომ ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა 2022 წელს შემდეგ კი მცირდება მაგრამ 2025-ში ისევ მოიმატა 59000-დან 2023-ის მერე 24-ში 40500-მდე დაეცა ეს თანხა 25 წელს კიდევ მოუმატეს და 42156 ლარი დაიხარჯა ალბათ ესეც საარჩევნოდ იქნება არჩევნებამდე, იმიტომ რომ როგორც სტატიაში არის ნათქვამი, საარჩევნო რაღაც PR-ს იკეთებენ და ხო, ალბათ იქნება არჩევნებამდე, ჯერ არჩევნები ჩატარდება, ესეც საკითხავი არის და ვინ მიიღებს მონაწილეობას საერთოდ
კონკურენტო ყოველად არადემოკრატიულ არჩევნებში ჩემი შეფასება ასეთია. და ახალგაზრდების სივრცეები მაინტერესებს და ახალგაზრდების საერთოდ დასაკავებელი საკითხები, რითი შეიძლება დავაკავოთ კასპელი ახალგაზრდები ადგილზე, რომ არ წავიდნენ დედაქალაქში, არ დატოვონ მუნიციპალიტეტი და რა რეალობა გვაქვს დღეს მათთვის. აი ძალიან საინტერესო კითხვაა ეგ, სხვათა შორის მე ყოველთვის მქონდა პრობლემა იმაზე, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა არანაირად არ ხდება კასპიის მუნიციპალიტეტში. აი ახალგაზრდების სივრცეებს რაც შეეხება, ძირითადად გვაქვს კოლეჯი, გვაქვს ტექნოპარკი და ტექნოპარკიც როგორ მუშაობს? ესეც ალბათ რადგან სახელმწიფო დაფინანსებით არის, რაღაც განსაზღვრული პრიორიტეტები ექნებათ, ვინ უნდა შევიდეს იქ და ყველას არ მიეცემა მაგალითად აქტივობის განხორციელების საშუალება. კი, ეგ თავისთავად, ისევე როგორც კოლეჯში. ხო, კიდევ სხვა ისეთი არაფერი არ არის. ადგილობრივი არასამთავრობოებიც აღარავინ აღარ დარჩა. არა, იყო ერთი, რომელიც ძალიან კარგ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ამ კანონების ფონზე ხო, აღარ არის. რითი შეიძლება დავაკავოთ ახალგაზრდები კასპიაში, რა პრიორიტეტები შეიძლება დაისახოს ახალმა თვითმმართველობამ? ჩემთვის პრიორიტეტი არის განათლების ხელშეწყობა. კასპიის მუნიციპალიტეტში ძალიან კარგი იქნება ამ ხრივ განვითარება. რეალურად ახალგაზრდები თუ გვინდა რომ დავაკავოთ, უნდა შევთავაზოთ რაიმე ისეთი, რაც მათთვის მოსაწონი იქნება და ამ ყველაფრის ძებნას არ დაიწყებენ დაუშვათ თბილისში ან სხვა ქალაქებში. და როდესაც არ არის ამ ყველაფრის შეწყობა კასპიის მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. სკვერები თუ არის მოწყობილი, მაგალითად ახალგაზრდული სივრცეები, სადაც აი ზაფხულის ცხელ დღეებს გაატარებდნენ ახალგაზრდები და მაგალითად მხოლოდ ამ ერთ დღეს არ დაელოდებიან წლის განმავლობაში, რომ სადღაც რაღაცა გართობა და სიამოვნება მიიღონ. რა ხდება? აი ღამე მაგალითად ტრანსპორტი რო აღარ არის გასაგებია და სიცარიელე იქნება საღამოს საათებში მუნიციპალიტეტში, ხო? აი ძირითადად სად გადიან ეს ახალგაზრდები, თუნდაც რაღაც აქტივობისთვის, გართობისთვის და ასე შემდეგ. კასპიაში ვიცი მხოლოდ ერთი პარკი, რომელიც არც ისე კეთილმოწყობილია, თუმცა მაინც პარკია და ალბათ ძირითადად მან ისვენებენ. და გიორგი სააკაძის ძეგლთან არის ასევე მოწყებული. ანუ ეს არის სასეირნო ტერიტორია, მეტი არაფერი. არა, სხვა არაფერი ისეთი არის. აქტივობები არაფერი არ ხორციელდება. კარგი და დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ, აი ამ მოძიებული ინფორმაციების ფონზე რა გამოიკვეთა და რა პრიორიტეტები გექნება შენ თვითმმართველობისთვის, რომელიც იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში? ამ ყველაფერთან გამომდინარე გამოიკვეთა ის პრიორიტეტი, რომ არც ამ თვითმმართველობისთვის უფრო პრიორიტეტულია რეალურად გართობა, რომელზეც იხარჯება ძალიან დიდი თანხა, ვიდრე ის საჭიროებები, რომელიც აწუხებს კასპიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხალხს. და ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, ჩემი რჩევა იქნება უფრო სწორედ როგორც ჩვეულებრივი მაცხოვრებლის კასპიის რაიონში, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს შემდეგიან თვითმმართველობა, რომელიც გვეყოლება შემდგომში იმათი მხრიდან ისეთ საჭიროებებს, რომელიც ნამდვილად აწუხებს საზოგადოებას და იქ მცხოვრებ ხალხს და უფრო მეტად იყოს კომუნიკაცია და ინტერაქცია იმ ხალხთან, რომლის ფულთაც ივსება ბიუჯეტი და რეალურად მათ არაფერს კითხავენ და შედახარჯავენ. რეალურად მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. და ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მეტი საუბრები იქნება, უფრო მეტად იქნება შეხვედრა ამ ხალხთან, რადგან მათზე კარგად რა თქმა უნდა არიციან რომელი ბენდი უნდათ, რა უნდათ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ეს კონცერტია თუ ის ტრანსპორტი ან გზა. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობასთან რომ გამოკითხვა გაეკეთებინათ, არავინ არ აირჩევდა პირველ ეტაპზე კონცერტს და შემდეგ აი ამ თანხას არ გაიმეტებდნენ ამ 4 წლის განმავლობაში და ამ რეალური პრობლემების ესე მოუგვარებლობის ფონზე და მით უმეტეს ჩვენ გვახსოვს, რომ პრობლემებზე არც ესაუბრებიან, როდესაც საარჩევნოდ ხვდებიან მოქალაქეებს, ხო, რაღაცა გამოგონილ აბსურდულ დაპირებებს გასცემენ, ისეთია, როგორც მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა, როდესაც მიდიან და ამას პირდებიან, რეალურად არ ვიცი ეს პრობლემა დგას კასპში და რატომ არის ხო ეს დამოკიდებულება, რომ ხალხს რეაქცია არ აქვს, რომ რატომ ესაუბრები ამაზე, როდესაც მე პრობლემები მაქვს. იცით რა არის, ერთნაირსქესიანთა ქორწინება არის ძალიან დიდი манипуляция. რეალურად ხალხს გონია, რომ ეს მართლა პრობლემაა, რეალურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს კასპში, არანაირი ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არსებობს და არ ვიცი, თუმცა ეს ძალიან კარგი манипуляციის ხერხია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოსახლეობას არ აქვს რეაქცია, ან რატო არ აქვს, რომ რაზე ელაპარაკებიან რეალური პრობლემების პარალელურად?
ალბათ უფრო სტერეოტიპული აზროვნების გამო. მათთვის ძალიან დიდი რეალურად ხო ამ თაობისთვის ძალიან დიდი პრობლემაა მსგავსი თემები. და როდესაც ამ თემებზე საუბრები, შენ მათზე მანიპულირებ, მათთვის ეს ძალიან მძიმე დასაქმელია. აი ხა როდესაც ჩავლენ მაგალითად მართველი გუნდის წარმომადგენლები კასპში მოსახლებაში ეხდებიან, ისევ და ისევ ეტყვიან რომ ჩვენ პირდებით მშვიდობას, ღირსებას, ოჯახის სიწმინდეს და ასე შემდეგ. აი ამ ხალხს, რომელიც მათ მოусმენს, რას ეტყოდი, რა კითხვები უნდა დაუსვან ასეთ დროს, როდესაც მიდიან მათთან სასაუბროდ და აბსურდულ გამოგონილ თემებზე საუბრობიან და რეალურ პრობლემებს ასე თაროზე დებენ. ჩემი რჩევა იქნება, რომ პროკრიტიკულები იყვნენ. შეიძლება რაღაც მოგწონდეს ვიღაცის, თუმცა მაინც ყოველთვის კრიტიკული თვალით უნდა შეხედო. იმის მიუხედავად, როდესაც რაღაც კეთდება შენთვის, შენ ამას იმსახურებ, იმიტომ რომ ეს უნდა გაკეთდეს. და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო იმას, თუ რა არ კეთდება და მეტად შეეცადო შენც, რომ ეს შენთვის გაკეთდეს. როდესაც გაქვს დაუშვათ, აი უფრო კონკრეტულად რო ვისაუბრო, როდესაც გაქვს შენ გზის პრობლემა და როდესაც შენთან მოდიან და გესაუბრებიან სხვა თემაზე, მართლა ძალიან აბსურდულ თემებზე. მაგ შემთხვევაში შენ არ უნდა დაუქნიო თავი და არ უნდა უთხრა რომ მართალია. შენ მათ ადგილზე რას ეტყოდი და რა კითხვას დაუსვამდი, არ როგორ გამოხატავდი შენ კრიტიკულ მოსაზრებას? ალბათ ჩემ კრიტიკულ მოსაზრებას გამოხატავდი იმით, ანუ იმ ყველაფერზე ყურადღების გამახვილებით, რაც არ კეთდება და უნდა გაკეთდეს. ანუ მოსახლეობა მარტო მოსმენის რეჟიმში არის ძირითადად და კითხვები არ აქვს. ზოგადად ეს არის ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ თითქოს გვერიდება კითხვების დასმა არა და ეს საჭიროა, იმიტომ რომ ისე არაფერი არ გაკეთდება. მადლობა მარი, მართლაც მნიშვნელოვანია რომ საკუთარი გადასახადებიდან შესულ თანხებზეა საუბარი. არავის ფულს არ ითხოვ მოსახლეობა და ხშირად არის ხოლმე იმის განცდა რომ თითქოს ვიღაცა თავისი კეთილინებით გიკეთებს რაღაცას. თავისი ჯიბიდან რეალურად ეს ისევ და ისევ ჩვენი გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხით კეთდება და უნდა გქონდეს თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული და გააზრებული რომ არავინ არაფერს არ გიკეთებს, ეს არის შენი ფული, შენი გადასახადებიდან 20%-ს რო ვიხდით ხელფასები და საშემოსავლოს იმ თანხებიდან შევსებული ხარჯები არის, რაც შემდეგ უნდა მოხმარდეს კონკრეტულად შენ დასახლებას. ამიტომ უნდა გქონდეს რეაქცია, როდესაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ გესაუბრებიან და გამოგონილი ერთსქესიანთა ქორწინებაზე ევროპა ყონის და სინამდვილეში უამრავი სიკეთე აქვს თვითონ მუნიციპალიტეტებსაც მიღებული ევროპიდან. აი ამის ჩანერგვას და სტერეოტიპების ხელშეწყობას ახორციელებენ მთელი ამ წლების განმავლობაში და მნიშვნელოვანია რომ კრიტიკული მოსაზრებები არა მხოლოდ ახალგაზრდებში, უფრო თაობაშიც აქტიურად იყოს და აქტიურად ისმოდეს საჭირო კითხვები, რაც რეალურად ეხება პრობლემებს, საჭიროებებს და არა მათთვის რაღაც რუსულ ნარატივებს და გამოგონილ მითებს. დიდი მადლობა, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.